ავიღოთ მეგობრებო ქათამი, კერძის მხრიდან გავჭრათ შუაზე და კარგად ცემოთ, ყველა ძვალი მოვტეხოთ ქათამს. შეწვისას რომ ფორმა არ შეიცვალოს, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან. ეხლა დაგვჭირდება ნიორი გავხეხოთ დამდნარ კარაქში, აქვე დავუმატოთ წითელი პაპრიკა ფერის და არომატისთვის და შავი პილპილი. მოურიოთ და ამ მიღებული მასით გავუკეთოთ ქათამს მასაჟი, წავუსვათ კარგად ყველა მხრიდან. ქათამი უნდა გამოვაცხო აეროგრილში, კონკრეტულად დღეს მაქვს ზინტეკის აეროგრილი 15 ლიტრიანი, რომელსაც აქვს ზედა და ქვედა წვის რეჟიმი, ანუ თანაბრად იწვება ქათამი, დატრიალება აღარ გჭირდებათ, გადმობრუნება ქათმის. კარაქში შემწვარი ქათამი გამოდის გემრიელი, კონკრეტულად ამ ზინტეკის აეროგრილის წინა მხარეს აქვს მინა, რაც გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მომზადების პროცესი. აეროგრილის ფასი არის 155 ლარი. მოუყვება 3 წლიანი გარანტია, კორპუსი არის უჟანგავი მეტალისგან დამზადებული. ზინტეკის აეროგრილის შეძენა შეგიძლიათ shop G-ზე ან ციმციმას ონლაინ მაღაზიებში. Facebook გვერდები იქნება დათაგული კომენტარებში. ქათმის მერე კარტოფილის დავბრაწე, ხრაშუნა კანამდე და აი ესე გამოიყურება შემწვარი ქათამი კარტოფილთან ერთად. ქათამი არის წვნიანი, გარედან ხრაშუნა, კარტოფილს კი მარტო მარილი და ზეთი ვუქენი და იდეალური გამოვიდა. აეროგრილის დეტალური განხილვა შეგიძლია ნახოთ ჩემ არხზე. რაც ეხება ქათამს, ნამდვილად გემრიელია, ნიორი უხდება, კანი არის ხრაშუნა, აეროგრილმა თავისი საქმე გააკეთა 5-იანზე.